ძველი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე ამბობდა, რომ უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო და არა იცოცხლო იმისთვის, რომ ჭამო. ნახოთ, როგორ იკვებებიან ქართველი ცნობილი ადამიანები და რა საკვებს ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენი რესპონდენტები მსახიობები არიან. როინიშვილების ოჯახს ვეწვიეთ. გამარჯობა. გია, თქვენ იწევთ ძალიან რთულ რეჟიმში ცხოვრება, იმიტომ რომ რეპეტიციები შეიძლება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდეს, გადაღებები, სპექტაკლი და ალბათ რთულია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და როგორ ახერხებთ ამას და აქცევთ თუ არა ამას საერთოდ ყურადღებას? მე მაგალითად არ მქონდა ყვება, ასე ვთქვათ, ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო. ანდახან შუაღამეზე სპექტაკლის მერე რომ მოდიხარ დამშეული ხარ, იმიტომ რომ სპექტაკლამდე ვერ ჭამ, იმიტომ რომ სუბუქად უნდა იყო, არ უნდა დაგამძიმოს ამ საკვებმა, ამიტომ ეს მოშიება მოდის სპექტაკლის შემდეგ. გვიან ჭამა კიდე ახლა ექიმებმა რომ მოისმინონ ეს ყველაფერი თქვენ, არაფერ არ შეიძლება და სწორიც არის, იმიტომ არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი მე აისახა ჩემს ჯანმრთელობაზე. ანა, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია თქვა ეს თემა? ერთადერთი, რასაც ყველაზე მეტად ვაქცევ ყურადღებას და ამას ვაკეთებ და მიხარია, ეს არის საუზმე, აუცილებლად საუზმობ და ისე არ გავდივარ სახლიდან. რატი დურგლიშვილთან ვიმყოფებით. კონცერტის წინ თუ არის ისეთი რაღაცა, რასაც არ შეჭამ, ან პირიქით აუცილებლად უნდა მიირთვა. ეს არის დაუწერელი კანონი, რომ უნდა იყო ნახევრად მშიერი, როდესაც გაქვს ცოცხლად სამღერი, ან თუ მიირთმევ რამეს მოხარშული ხბოსხორცი, ან ქათმის ფილე, ანუ ჩემზე ესე მოქმედებს. ახლა კი გავიგებთ, როგორ იკვებება სუმოისტი გაგა მარვ. თქვენ გჭირდებათ სპეციალური კვება, რომ ეს წონა არ დააგდოთ და შეინარჩუნოთ. აი, როგორ იკვებებით, რო გითხრათ? ერთადად უფრო მეტად თევზია, თევზეულობა, უფრო მეტად ჩვენი საკვები რაც მზადდება სუმოს კლუბებში. ყველაზე მეტად რა საკვები გიყვართ? ყველაზე მეტად მიყვარს სუში, რომელიც იაპონიაში ყველაზე კარგია რა, მე თუ აი, ქართული სამზარეულოდან. ყველაზე ძალიან მიყვარს ხინკალი, რაც ყოველთვის ვენატრება ხოლმე. ახლა კი მოდი გავიგოთ, როგორ იკვებება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი თეონა თავართქილაძე. მე ვარ ვეგეტარიანელი, არ ვჭამ არანაირ ხორცს და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რაღაც აკლდება ორგანიზმს, ამით, იყოფა აზრები, რამდენად ეს ჯანმრთელია თუ ჯობია რომ ხორცს ჭამდე. ამიტომ ვცდილობ, რომ ყოველ დღე თუ არა, დღე გამოშვებით მაინც მივიღო თევზი. თქვენ ისეთ სფეროში მოღვაწეობთ, რომ აუცილებელია ყოველთვის ფორმაში იყოთ და გამოგდით კიდევაც ეს და როგორ ახერხებთ? კონკრეტულ ესეთ დიეტებს ჩამოწერილს არ ვაკეთებ. საერთოდ არ მიყვარს ტკბილი, რაც მეხმარება, იმაში რომ წონაში არ მოვიმატო. მარილი მაქვს მთლიანად ამოღებული საკვებიდან და ხანდახან ვაკეთებ აი განტვირთვის დღეებს. კვება არა მხოლოდ ჩვენს ვიზუალურ მხარეზე აისახება, არამედ ის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. ასე რომ გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები, მე კი ჯანმრთელობას გისურვებთ.